გამარჯობა მეგობრებო, მოდი შევატრიალოთ კამერა. დავიგენ. გაიცანით სტეფანია. გამარჯობა. ძალიან მაგარი ქართული გოგო, ინფლუენსერი. კალაბურთის მოთამაშე. მოგეთ ესე ინსტაგრამზე ვიცნობდი ეხანი სტეფანიას, მაგრამ ახლა ნიუ-იორკში რომ მომიწია საქმიანი ჩამოსვლა. ნიუ-იორკში გადმოხვედი, ხო? რამდენი ხანია გადმოხვედი ნიუ-იორკში? 4 თვე ექლა. 4 თვე. ხო. ოჩა. ჩემი ქართული არ არის კაი ბოდიში მართლა. ძალიან მიყვარს საქართველო. ჯიგარი ხარ შენ. მაგრამ სტეფანია არის, ნუ სტეფანიას მამა არის ქართველი და ნახე აქ დაიბადა. აი მოგვიყევი შენზე, მედი და ხო. ანუ აქ დაიბადე ამერიკაში. აქე მე დაიბადე აქე, მართლა ჩემი მამა ქართველი არის და ჩემი დედა არის უკრაინელი და ჩემი ბებია ლაპარაკობდა ჩემთან ქართულად, იმიტომ ვიცი ცოტა ქართველი. ანუ ბებიამ გასწავლა ქართული მხოლოდ. ხო. აი ნახე, აი ყველაზე შთამბეჭდავი ჩემთვის ეგ იყო რა, რომ შენ ამერიკაში დაბადებული გოგო, რომელიც ხო რა, ქართველი ხარ. ხო. და ქართული ბებიამ გასწავლა და იცი და ანუ მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ ბებია გარდაიცვალა, რამდენი წელი გარდაიცვალა ბებია? არ ვიცი. ორი წელი, სამი? როდის გარდაიცვალა? ორი წელი. ხო. მაინც ქართულად ლაპარაკობს და მე სხვათა შორის ხო რა, ქართულად მელაპარაკება რა და ეგ ძალიან დასაფასებელია და ეგ იმეც მაძლევს, რომ ის ემიგრანტები, ვინც არიან საზღვარგარეთ, ვინც ბავშვობაში წავიდა ან ვინც დაიბადა, რომ ეს შეინარჩუნებენ ქართულს რა და მოგბაძავენ შენ. და ოჩახ და კაი გოგო ხარ, რომ ესე გიყვარს ჩვენი ქვეყანა. ხო, ძალიან მიყვარს საქართველო. ჩემი ბებია სულ ლაპარაკობდა, რომ საქართველო ძალიან ჯიგარი ხალხი არიან, მაგარი ხალხი არიან და უნდა მიყვარდეს იმან გულში შეიძლება არ ცხოვრობს საქართველოში, მარტო გულში ძალიან მიყვარს საქართველო და მინდა რომ ვიკავი იქით უფრო და შეიძლება მერაბ უნდა წაიყვანეს მე და ნახოს სულ კაირარცედი საქართველოში, ხო? რა თქმა უნდა, მაგრამ შემდეგში როცა წავალ საქართველოში, ვიღაც უცხოელი ინფლუენსერები მეყავს და ქართველი ინფლუენსერს არ წავიყვან. ოი, სიო, და შორის სტეფანია კალაბურთს თამაშობს და რამდენი ქართველს იცნობ ამერიკაში? შეიძლება ექლა არ ვიცი გუშინ გავაცანი ჩემი ორი მეგობარი. ესე გუშინ გავიცანი მე სტეფანია პირველად და მოკლედ სადაც მივდიოდი იქ მეგობრებთან ერთად. very გუშინ მე. ხო, ბევრი ქართველი გაიცანი, მაგრამ ნუ კაი ის ორი, მე მესამე და კიდე რამდენი ქართველს იცნობ ამერიკაში? მამა შენი, შენი ძმა? ხო, და კიდე შეიძლება სამი. კალაბურთის თამაში. და ეგენი ვინ არის და მოგვითხრა? სანდროს ეხა ვინ არის? სანდრო მამუკელაშვილი, ხო? ხო, მოდიში. და კიდე გიგა ვიცი? ჭიკაძე. ხო, შორის გიგა ჭიკაძემ მითხრა მე შენზე პირველად, მე წარმოდგენას რომ ალბათ ვერც გავიგებდი, მე ხო კალაბურთს არ უყურებ. ხო. შენ კი შემოთავაზე მე რომ კალაბურთს გასწავლი და მე ჩხუბი მესწავლებინა შენ, მაგრამ მე ჩხუბს გასწავლი, მაგრამ კალაბურთის სწავლა არ მჭირდება. You don't have to teach me კალაბურთი რა. არ კაი იქნება. მე უნდა ჩხუბი გასწავლა? ხო, ჩუბი შენ უნდა გასწავლე მე. კალაბურთის ეგი უნდა იყოს. მე ხარ კალაბურთი რომ ვასწავლო, ვიცი თამაშო რა. შენთან. ხო და ჩხუბი შენ დაგჭირდება. ქართველი გოგო ხარ. მაშინ სტეფანია მითხრა მამა ჩემს ქართველებს დიდაო რა. ხო, სულ. ეგ მაგარი. იმან სულ ჩვენი ოჯახი ჩვენ ლაპარაკ, ჩემი მამა ლაპარაკს ჩემთან ქართულად, ჩემი დედა ლაპარაკდა ჩემთან რუსულად. მარტო მაინც ქართველი ვიცი და რუსელი ცოტა არ ვიცი. რუსელი მესმის, მარტო ქართველი მე ლაპარაკ. და იმიტომ ჩემი მამა სულ თქვა რომ შენ უნდა იცი იცოდე. ხო, იცოდე სულ ქართულის ლაპარაკი, ქართულის საჭმელი, ქართულის like what's the word? Traditions. ტრადიციები, ქართული ტრადიციები. ხო. შენ ხარ ქართული ტრადიციების მატარებელი გოგო. ექლა მე უნდა წაიგე
შენ ჩვენ უნდა თამაშობ ხალხ პორტუგალს. და ეხა ის აი გალურზე მე იმაში გეპატიჟები საჭიდაო დარბაზში გეპატიჟები დღეს უნდა ვივარჯიშო დღეს მარტო ფიზიკურად დღეს დილით რო გავიღვიძე სასტუმროში ფიზიკურად ვივარჯიში რაღაც სიმძიმები ავწიე ფიტნესი რაღაც სირბილი დაწოლვები რაღაც სულ მუშაობ მე სულ ვარჯიშობ იმიტომ ძალიან როგორ უნდა თქვი მუსულები ხო იმიტომ ხო ძალიან დიდი მუსკულები აქვს ეგ და ეხა ჩვენ ვართ მანჰეტენზე დავანახოთ ხალხს სად ვართ ტაქსში ვზივართ და მივდივართ ჩემს საქმეზე რაღაცა უნდა გადამიღონ რაღაცა ვიდეოს ვიღებთ და დრო არ არის რა და სტეფანია გამომიარა და ეგ პირდაპირ ტაქსი ჩავჯექი და აქედან სამედიხან მეგობარს და მიეხმარა ისო გადაღებაში ხო ჩვენ უნდა აქეთეს თოცა საქმე ხო ოჩა ეხა ის მუთხარი ჩვენს ქართველ მაყურებელს ნახე 556 ადამიანი გიყურებს ხო და უთხარი ჩვენს ქართველ მაყურებელს ინსტაგრამზე როგორ ხარ სტეფანია E STEPHANIAE ერგემლიძე ვარ თუ დაწერე სტეფანია ერგემლიძე შენ უნდა ნახო ოჩა Facebook-ზე როგორ ხარ ეგეც ოჩა მაგარი და შენ YouTube-იც გქ ხო ხო YouTube-ი ეგეც არის ანუ სახელი და გვარი ხო სტეფანია ერგემლიძე მაგარი ხო მინდა სუპერლა ნახოს ერგემლიძე რო ნახოს მე ქართველი ვარ ხო მე შენზე კიდევ ვიძახი რა ანუ შენს ინსტაგრამზე ხესო ამერიკელი მეგობრები ყავს უკალურს თამაშობ ვერც მივხვდები რომ ქართული ხარ გარდა იმისა რომ უკრაინული და საქართველოს დროშა გაქვს და ჭიკაძემ რომ მითხრა შენზე აქედან ვიცოდი და გამიხარდა რომ ქართველი იყავი რა მაგრამ მე რომ ტელეფონზე დავილაპარაკეთ მე და შენ ხო რაღაც საქმეზე აი მე რომ შენ ქართულად მელაპარაკებოდი აი ეგ ძალიან მომეწონა შენში რა და ოჩახ რა აი რომ ქართულად ცდილობ საუბარს აქ დაიბადე ამერიკაში აქ გაიზარდე და ხოლო 7 ადამიანს იცნობ უკვე ცოტა უშნო ვარ რომ არ შემიძლია ლაპარაკოს სულ კაი არა პირიქით მაგარი გოგო ხარ ეგრე მეც არ ვაპარაკობ ეგრე მე ჩემი ინგლისური არა შენ ინგლისური უფრო კაი არის ჩემი ქართული მოდი კომენტარები წავიკითხოთ აბა თუ გიკითხებიან რამე საინტერესოს მინდა რომ ვიცოდე როგორ საიტი თქო ქართულად მარტო არ ვიცი ხო თან იცი რა არის მე რა გამახსენდა ეხლა შენ რო კალბურთი მე მასწავლობ ხო მე ვარ 1-დან რა წარმოშობით ანუ 1-ში დავიბადე რა და სად არის ეგ 1 არის იმერეთი იმერეთი პატარა რაიონი მეც ვარ იმერეთი ხო საჩხერი საჩხერე ხო საჩხერე ზემო იმერეთია მე ქვემო იმერეთია ხო ნუ მოკლედ იმერეთი ვარ ორი მაგრამ ხო ну შენ აქ დაიბადე ხა ამერიკელი ხარ ნახევრად რა ну არ ხარ მაგრამ კაროჩი მოკლედ მე ჩვენ ვანელები ვარ თამაშობთ კალაბურთს ხო ეს სობილი ფაქტია მართლა you know why because we don't throw somebody's basket anything do you understand you only keep in your basket yeah it's a like stupid joke so it's okay no it's just stupid joke yeah I'm Georgian and yeah you know Georgians we all have a big heart yeah خدا მოკლედ რა ხდება ამ სულ არა ხო მე ლახი გარე პაკიდან საერთოდ ახლა თოვლი აქვს ნიუში ზიანია მიდი არა აინც day before how you say დღე before როცა მოვედი ერთი დღის წინ ძალიან დიდი თოვლი იყო და საშინელი იყო რომ შენ უგრებდი გარეთ და მართლა თეთრი იყო კარბუქი იყო ხო ო ვიცი იმიტომ რომ ჩემი ფრენა გაუქვდა რამოდენიმე ფრენები რა და მე მომიწია ვაშინგტონში ჩაფრენა და იქედან წამოვედი მატარებლით რა very healthy arable ამხანაგები მაგ
ro Los Angeles-ში არიან All-Star Weekend, ხო, ro America-ში გვაქვს NBA-სთან გაქვს All-Star Weekend, არ ვიცი როგორ უნდა თქვი ეგ. The very ჩემი ამხანაგი Los Angeles-ში უნდა კონდეს between აქეთ და ხო, სუპოლა გავხთ. ო, მეც გადამეწურა თითქმის იმედი, მაგრამ მე რავი, ყველას დაურეკე რა, მეგობრებს რა უნდა. მეც მოვიდე. ეხლა ცეჯენ გავახედოთ ხალხი გარეთ. ნახე რა თოვლია ნიუ-იორკში. აი ნახე. აბიში. ნახე მანქანები იმენა თოვლში. ხო, მანქანები. იმენა. და კაი. ხო, თავი რა ვქორთ. აჰა, აი მანუჩარ ბუთბაი აქვს წერს. გავათხოვოთ მაგის საქართველოში რო კარგად ისწავლოს ქართული. ო, მინდა. საქართველოში გათხოვდები? ჯიგარი ხარ? ძმაო ქალი, კაი გოგიხარ. ოჩა, აბარა. მაიგრა უნდა. ხო, საქართველოს სულ მაგლა უნდა იყოს. და მე არ მოგენატრება ამერიკა რო გათხოვდები საქართველოში? ძალიან მიყვარს ამერიკა, რომ შეიძლება აქეთო ბევრი ვარცედი, ხო? მართლა საქართველოს ფიქრობ, ხალხი უნდა understand me better. უფრო კარგად გაგიგებენ. ხო. მაგრამ აქ დაკავებული იქნები, უფრო აქ ბევრი სამუშაოა. ხო, აქ უფრო ბევრი სამუშაო არის და ეგ არის. იმიტომ ფიქრობ, ამერიკა კაი სამუშაოსთვის და საქართველოს არის კაი გულისთვის და ოჯახისთვის და life. ხო, ცხოვრებისთვის. აი, ჩემი აზრითაც ეგრეა რა, მეც ალბათ ხო რა, ალბათ ხო, ოჯახისთვის საქართველოში ვაპირებ დაბრუნებას, უბრალოდ ეხლა რომ ვარჯიშობ და სულ სპორტში ვარ, მაგიტო ვარ აქტორი. და ისე ხო რა თქმა უნდა, საცხოვრებლად და ოჯახისთვის საქართველოს არაფერი არ ჯობია რა. ხო. კაი ხალხი არის იქეთ, ხო? აბარა, გულიანი ხალხი, დასაკუთრებით სოფლებში რა. ხო. და რა კიდე ლაპროგი, მე არ შემიძლია ციტკო, წაკითხვა ქართული, მაგრამ ამბანი ხო იცი ცოტა ამბანი. ცოტა. აბა აქ თუ წაკითხავ რა წერებ, აი აქ ნახე? არ შემიძლია. Very. არა შეს. ხო, მე წავიკითხავ. მე წაგიკითხავ. რაო? არის მე რა საქართველოში ხარ? არა, მეგობარო საქართველოში არ ვარ, აი ნიუ-იორკში ვარ ჩამოსული. ნახე რა თოვლი გვაქვს. ნახე ძმაო, აჰა. და ეგ მანქანები ნახეთ. იმენა. gue ჩუჩიანი თოვლი არის. მიაყარეს თოვლი, ჭუჭყიანი თოვლი, ხო? ხოდა. ეხლა მიდივარ შენთვის არცები, ხო? ხო, რა ფაქტიურად მე მოყვები. სულ აკეთებ ბიზნესი. გუშინ ხო, სულ რა თქმა უნდა ეგრე ხო, გუშინაც ესე საქმიან საღამოზე ვიყავი, სტეფანია წამოვიდა ჩვენ მეგობრებთან ერთად, შემოგვიერთა. Very ქართველები იყო. მე არასოდეს მენახე ეგ very ქართველი ხო? ეგონი. ხო, და ანუ არ და იცი როგორი ეხა ჩემთვის ეგ როგორი ქართველს ის იყო, იცი ან ჩაოლებრივი ამერიკული მანჰეტენზე, აი ცოტა ანუ ამერიკული. ხო, ამერიკულ სტილში ქართული ისა რა და აი შენ ნაღდი ქართული არ გინახია რა. არა, გაჩვენე. ცოტა ჰანში. ვესტუმრე ლას-ვეგასში რა. მე ჩემს მეგობრებთან ერთად ცხოვრობ ლას-ვეგასში და სულ ქართულები არიან? კი, ბევრი მეგობარი მყავს იქ ქართულები, ერთად ცხოვრობთ და ზოგი ისე ცხოვრობენ, კიდეც ცხოვრობენ ცალკე ბიჭები რა, სპორტსმენებიც, არასპორტსმენებიც და აი გაჩვენებთ ჩვენ იქ ქართულ კაი. ვსუბართ მასკიზზე. კაი, მოვალ ლას-ვეგასში. და გადავიღოთ შენი YouTube ვლოგებიც და ხო. რავი, ასე და კიდე კალაბურს ვერ გეთამაშებ რა, ჩხუბი გინდა? ჩხუბი გასწავლე, ბაზარი არის. ჩხუბს გასწავლე. მოდი წავიკითხოთ აბა კომენტარები. ლუკა დიასამიძე, მადლობა ძმაო. მიშო. არა ძმაო, ჩვენ მეგობრები ვართ და ქართველები ვართ და ინფლუენსერები ვართ, ხო? ჩვენ აკეთე
ჩვენ ქართულ საქმეს ვეგეთ. ხო, ჩვენ აქეთებ რო ხალხი იცოდნენ საქართველოს სად არის. რო იცოდნენ არ არის state-ი აქეთ ამერიკაში. ხო, ქვეყანა არის და ძალიან მაგარი ქვეყანა არის. შენგენაც ციგარი. აი ეკლა მე მართლა ვიკავი საჩერში რო საჩერში ნაყოფი. ხო, ქართველი საქართველოში მართლა საჩერი ვიკავი და თბილისში და ბათუმში. არასა და სხვა ვიკავი. სხვაგან არ ხანაყოფი. არა. თბილისი, საჩხერე და ბათუმი. ხო, ერთელ ბათუმი რო პატრა ვიკავი. პატარა გახსოვს თუ არა? ცოტა ვიცი რო სხვა. ხო, სხვა the stones პატარა კენჭები. ხო. ეგ დაგამახსოვდა. კენჭები დაგამახსოვდა ბათუმიდან. ბათუმი ძალიან ლამაზი. მომისმენი, ეხლა შეხე ნათია გრიგალაშვილი წერს რა საყვარელი გოგოა, პოზიტიური. მადლობა, დიდი მადლობა. ნათია, მადლობა. გაიხარეთ ნათია. ირაკლი გობაძე წერს წარმატებები ქართველებო. მიშველაძე წერს წარმატებები. ვიტალი წიქარიშვილი, მადლობა. ირაკლი ლაშხი, მადლობა მეგობარო. მინდა ძალიან შემიძლია საიტითო. ეკლა მე უნდა წავიდე საქმეში და მე უნდა ქართული დაისწავლო? ხო, მე უნდა. აბა, შენ გენაც რა მაგარი გოგო ხარ. რომ მე მოვალ შენთან მერე? საკითხო გეცოდინე. ხო, მე უნდა შეიძლება ეგ. ლიზი წერს ჯულაყიძე ბათუმში როდის ჩამოხვალ? ბათუმში ჯერ არ ვიცი, აი საფხურში ჯობია ეხლა. ხო, ხო. როთფილა იყოს. ლევანი კვარაცხელი აქვს წერს ისწავლე კალაბურთი პირველი ვანელი იქნები. ერთად უნდა აკეთოს, ხო? ო, ეგა. ეგრე ხა. გაჩვენებ მე ჩაგიყრებ კალაბურთში ბურთებს ნახე. იქნება ნიკოლოს გოგლაძე, მადლობა ძმაო. იქნება ხუმრობის funny if we do like a კალაბურთი? ხო, და შენ აკეთე like wrestling while we're playing. ხო. იქ საქართველოში სხვადასხვა ჩვენ მოჭიდავები რომ თამაშობდით კალაბურთს. ერთმანეთს მოჭიდავებოდით, წესები არის ჩვენთან აქ კალაბურთში რომ ბურთის აღება და გაქცევა შეიძლება იქ ვიღებთ გინახია დაღესტანური კალაბურთი არა. Oh, the wrestling basketball. Yeah, we kind of like this. We was doing like this. We can do it. Yeah, we should do it. Yeah, that would be funny. შეგვიძლია გავაკეთეთ ამ. ბესო ხუციშვილი წერს, გაიხარეთ, მაგრამ გაიხარეთ, დიდი მადლობა. შორენა ხარაიშვილი, ხო მეგონი ახლოს მოვედით უკვე. მივდივართ დანიშნულების ადგილზე, მეგობრებო. We are here? Yep. Let's touch this with how to slap on. Thank you so much. Thank you. Thank you. Oh, okay. არა, არციო, ხაშტაზე. შვენი. როგორ ახარ? Georgian. ქართველები შევიკრიბეთ. ციგარი ხარ. So fun. Are you ready? Yeah. I am ready. Yeah. She actually born here. And then her grandmother teacher Georgian. Yeah. And Yeah. she's like you want to tell your story here? Yes, I was born in Georgia. Okay. And I was adopted and then raised here. But then 4 years ago, my Georgian family reached out to me, and I moved in with them in Zucchini. And now I'm like obsessed with Georgia. It's like the best part of my life, and yeah, it's just like it's so fun. Yeah, So now I speak up because Georgian people are the best people. And it's like- შენგენაც სოლე, ოჩა. მოიცა. გესმის ცოტა ქართული? ცოტა, ხო? Gaike Tveleperi Mainz. გესმის, ხო? Laparog. ჯიგარი გოგო ხარ, ჯიგარი და შენ ჯიგარი, ესე ჯიგარი გოგო, სტეფანია. აი თქვენ გენაც სოლე, და როგორ?
Magari Gigi. Gizi? How about We just with social media. She's influencer actually too. cool. Okay. Actually, let's influence anyone. Stepani's influencer. შეიძლება უთხრი ქართველებს. კარტელი კი? მოკეთ ეს გოგონა არის ქართველი, რომელიც იშვილეს ამერიკაში და მე აღმოჩინა საქართველოს და ზუგდიდიდან. და ზუგდიდიდან არის რა. Yes. და ჩვენი ადია რა. ხოდა მოკლედ ეხა ისე გამოდის რომ ჩვენ სამო ინფლუენსერები ვართ რა. მერაბ იფონა სულა და ქართველი my head ინფლუენსერ is the word. ნიუ-იორკში. Oh, New Yorkში. ხო. I see. I know I'm late, but it's Oh my God, okay. you're fine. Georgians. Georgians, Georgian time. ქართველები ვარ. Georgian baby დაუგიანეთ time. მაგრად რა. მოკეთ რაღაცა. ხო, რავი, აი გიყურებს ხალხი და Honestly, the sun today. It's great. Zay? ზეკაია. You brought the sun from Vegas, thank God. It's the მე არ ჩემ ბრალი არ არის. მე არ დამბრუნოთ ეგეთი რაღაცა. მე Woo! აი მეგობრებო, Somebody! მოკლედ ამ პოზიტიური ნოტაზე დაიმშვიდობებით, აი ესე ორი მაგარი ქართველი გოგო და მართა მიხარია, რომ უყვართ საქართველო, ჩვენი ქვეყანა და ეგო აერთიანებს რა. და ამ ორ ადამიანს უარ უყვარდეს საქართველო, ეხლა მე ოფტები აქ იმდენი უცხოელი დავზდეს იქეთ აქეთ, ეგენი I say because of you guys love Georgia and proud to be Georgians, that's why I try to. No, I'm happy. No, makes You me happy. great! Trini Quekana is the best. საქართველოს გავმარ, Jones! გავმარ, Jones! გავმარ. Okay, And we're next to a Turkish hair salon. აი მეგობრებო, წავედით მოკლედ. Yeah, I'm here for only like tomorrow. I'm going back in Las Oh my Vegas. God! No, Thank it's you for squeezing us in. okay. So good. Okay, let's go. Yay! I ordered that. ხვალ მივდივარ მეგობრებო, Las Vegas-ში ვუნდები. ახალ აქ რამოდენიმე Stepan, she's not Sherry actually. She's my friend. Oh, yeah, it's okay. Sorry about it. I know we are late, but I'm sorry. Like we have a chat with Georgian people. Do you wanna say to Georgian people like maybe? No, I don't like it. No, you don't like that. I'm sorry. I already broke it down. I'm sorry. Okay. Guy, me go to Baba. Hey, Sorry, I'm not